წინააღმდეგ მთელ მსოფლიოში იმ ხელასიძულვილი მოდის ისევ ჩვენს მიმართ. ნუ ახალი ესეც არ არის ჩვენთვის, ამასაც გადავლახავთ, ამაზე უარესი გადაგვილახია და დღეს მინდა იმ ხალხს ვიმართო რა, ვინც ვერ გვიტანს რა. ჯერ სად ახართ? ჯერ სად ხართ, კაცო? ეხლა ვიწყებთ ებრაელები რა. ხო და ზუსტად ეს არის, ანუ როცა შენ გინდა სიმართლე დაინახო, შენ იმას დაინახავ. როდესაც 3000-ობით რაკეტა მოფრინავს ქვეყანაში, რომელიც ორი კახეთის ხელაძლივს არის და ყველაზე დაბალი პროცენტია სიკვდილიანობის მაჩვენებელი მაგ დროს. როდესაც 7 ფრონტზე ომობ, 78 წლის მანძილზე ყველა ომი მოვიგეთ. ხან გვაბრალებენ რომ აი ამერიკა რო არ ყავდეთ ის რო არა, ამერიკა არაფერს შუაში გამჩენი რო არ ყავდეს. გამჩენი რო არ ყავდეს, მაგ შემთხვევაში ვერ მოვიგებდით. გამჩენი რო არის ჩვენთან, იმიტომაც ვიგებთ ამ ომებს და კიდე ბევრს მოვიგებთ. უბრალოდ აი კითხვა მიჩნდება რა იმ ხალხთან, აი ჯერ ჰეზბოლაზე ლაპარაკობდნენ, შემდეგ ხამასზე, აი როგორ მოუგებთ, ამდენი მტერი ყავთ რაღაცა. დღეს უკვე ჩვენი ფრონტი, ისრაელის ფრონტი 2000 კილომეტრზეა გადაწეული. 2000 კილომეტრზე, როდესაც გარშემოს მტრები ყავდა. ერთი ჰეზბოლა დარჩა და იმასაც დღეს ხვალ მოუგვარებენ. გამჩენის დახმარებით. კი, რა თქმა უნდა. უბრალოდ მე თქვა მებადება ვინ იქნება შემდეგი ირანის შემდეგ. მერე ვის მოუვა თავი კიდე ჩვენთან ომი. როგორც მიწერია წინასწარმეტყველებაში ზუსტად ისე იქნება.